სადგურის დასახლების მაცხოვრებლები უბანში არსებული ხელოვნურსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მინი სტადიონი გახსნიდან მხოლოდ 1 წელი ფუნქციონირებდა, შემდეგ კი მისი ინფრასტრუქტურა მოიშალა. მოსახლეობა აცხადებს, რომ სტადიონის უქონლობის გამო ბავშვები ასფალტზე თამაშობენ, რაც მათივე თქმით გარკვეულ საფრთხეებს ქმნის. გამოდიან ბავშვები და წვალები თამაშობენ და სტადიონი გაფიჭებული სეტკებს შემოხოულია. გუდი ხანზე გამოდივა ხო მაგალითად მეკინო შეიძლება მაგალითად გაიტანოს აი დახოლოა კრიტიკები. გამოდიან ბავშვები და გუდი მიდევი ხო ხალმაქალისები ხომილა გაიტანოს. შეკრული იქნება აღარ გამოვიდნენ და აი გაწვალობენ ბავშვები. თამაშობენ ხოლმე მაინც ესე იგი. გაჭირებით. ერთობიან უბრალოდ. გაჭირებით. ბავშვები კი პატარა ბავშვები, მეტი ადგილია სადმო წავედნენ რა. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მინი სტადიონების მოწყობა რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. მიმდინარე წლის ბიუჯეტით აღნიშნული სამუშაოების განხორციელება არ იგეგმება. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა, დასაგეგმი ინფრასტრუქტურული პროექტების და მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი, უკვე გაირკვევა ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში იქნება თუ არა მინი მოედნების რეკონსტრუქცია. ამ დრომდე უცნობია ჩაჯდება თუ არა ხელოვნურსაფარიანი სტადიონების რეაბილიტაციის პროექტი მომავალი წლის ბიუჯეტში. ბავშვები კი თამაშს ნახევრად დანგრეულ სტადიონზე აგრძელებენ.